ეგ არის შენი პირადი სასწაული ან შენი ეხლა რო ესე ხარ. კი, თავისუფლად, იმიტომ რომ აი ეს რაც თქვი რა, რომ აი ამ მინუსმა, ხო თქვა, აი ამ ალკოჰოლმა და აი ამ დენმა ცუდმა რაღაცამ, აი ისეთი ამ მინუსმა მოიტანა ეს პლუსი და ალბათ ეს არის რა სასწაული, იმიტომ რომ საერთოდ ანუ ვერ გავიაზრებდი ხო ამდენ რაღაცას. ეს ჩემი დილა. აი ეს ჩემი ცხოვრება, აი ამ წუთის რაც არის, ჩემი დილა, ჩემი ურთიერთობა შვილებთან, ან როგორ გაუნჯობეს და ჩემი ცხოვრება, როგორი ურთიერთობა მაქვს გიოსთან, როგორი ურთიერთობა მეგობრებთან. შეიძლება ვიღაცისთვის ძალიან მოსაწყენიც იყოს და მესმის და ხანდახან რა თქმა უნდა არის მოსაწყენი რაღაცა დროს რუტინაში რო ხარ სულ. აი რო ვფიქრობ რომ აი ეს შეიძლება რომ აღარ მქონდეს და გავცვალო რაღაცაში რა, ეგ აზრის საერთოდ აღარ მომწონს. სხვანაირად დავიწყე რაღაცების ყურება და არა შაბლონური და შავ-თეთრად, რომ აი უბრალოდ ეს უნდა აკეთო, ამ პირიქით არ უნდა აკეთო და ვიღაცების გაუკვირდათ, რომ შენ დადიხარ ზიარ, ანუ იცი ზოგ იცი რა უკვირს დაჟე, რომ შენ ალკოჰოლთან რა პრობლემა გაქვს? აი მაგალითად, რა ვიცი, ოჯახის წევრიდან დაწყებული ნათესავდა ვერ გებულობენ, რომ მე რა თუ ეგრე ხო ყველას კეიფობ რაღაც ბაბუა შენც მოკეიფე იყო რა ხო ხდება ან შენ მეგობრ და მეც ეხა ჩემ მეგობრებს ვინც თქვათ ალკოჰოლთან აქვთ პრობლემა და არ აღიარებენ ამ პრობლემას ან უბრალოდ უჭირთ აღიარება ვერ ვეუბნები რომ ალკოჰოლიკი ხარ რა და მე რო ჩემ თავზე ვიძახი რომ ალკოჰოლიკი ვარ უკვირთ იმიტომ რომ ზოგი მეუბნება მე შენზე 20 ჯერ მეცვავ და შენ რა ალკოჰოლიკი ხარ საბოლოო ჯამში ხო რა ალბათ სასწაული არის ეს ეს არის სასწაული რომ საიდან სად გაჩნდები ადამიანის რა სადმე გიყვანს რანაირად მოხდები აი არ ვიცი